რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის და დირექტორის სასამართლო პროცესი. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა შაბლონური ტექსტით ითხოვდა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას. პროკურატურის არგუმენტი იყო ის, რომ იყო განმეორებითი დანაშაულის საფრთხის ჩადენის საფრთხე, მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამიტომ ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით უმკაცრესი სასჯელის პატიმრობის შეფარდებას, თუმცა დაცვის მხარემ არგუმენტებით გააბათილა პროკურატურის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მზია სახელაშვილი ჩაიდენდა განმეორებით დანაშაულს, დაცვის მხარის განმარტებით მზია სახელაშვილს აქამდე არ ჰქონია არავითარი სამართალდარღვევა, მას პატრულის ჯარიმაც კი არ ჰქონია არასოდეს. ასევე მტკიცებულების სახით საქმეში არის ვიდეო მასალა, შესაბამისად მთავარი მტკიცებულება ეს არის და ამ ვიდეო მასალას ვერ გაანადგურებდა მზია ამაღლობელი და არ არსებობდა მიმალვის საფრთხეც. ამასთან დაკავშირებითაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა დაცვის მხარემ, ასევე დაცვის მხარემ მოითხოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემდგომ, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა, რასაც ბუნებრივია მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეებისა თუ ჟურნალისტების მხრიდან. მონებო რუსეთის სასამართლოს სწორედ ესე გამოეხმაურნენ ის ადამიანები მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას, ვინც სასამართლოს სხდომას ესწრებოდა. 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ის მუხლი, რა მუხლითაც მზია ამაღლობელს სამართალდარღვევას ედავებიან. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდება. თავად მზია ამაღლობელმა თქვა სასამართლო პროცესზე, რომ ის არ გაურბის პასუხისმგებლობას, ამას აცხადებდნენ ადვოკატებიც, თუმცა ამბობდნენ, რომ არ იყო საფრთხე მზია ამაღლობლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში. ის არ წარმოადგენს საფრთხეს არც საზოგადოებისთვის, არ მოხდებოდა არც მიმალვა, არც განმეორებით დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი და როგორც ნახა ჩვენმა მაყურებელმა, პატიმრობაში დატოვა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ავტორი მზია რამდენიმე წუთის წინ სწორედ დაახლოებით იმავე ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით თავისუფლდება დაკავებისგან, ის რამდენიმე წუთში კვლავ უფრო მძიმე ხედებასთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის დადების ფარგლებში საუბრობ. ბუნებრივია ახორციელებს ქმედებას. შესაბამისად ამ წუთში სასამართლო ნამდვილად მომეტებულად აფასებს გაუგებრის მხრიდან ახალი დანაშაულებული ქმედების ჩადენის საფრთხეს. პროკურორის შემოქმედება დაკმაყოფილდეს რაოდენობით მზია ამაღლობელის მიმართ აპოლის ხომისდების სახით გამოყენებული ეს პატიმრობა, რაოდენობით მზია ამაღლობელის პატიმრობის ბაზისად დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2025 წლის 12 იანვარი 00 და 52 საათიდან. რაოდენობით მოთავსებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციარის სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის შესაბამისში. სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა თუ შეიძლება რომ პოლიციაზე თავდასხმის სახეზე შემოყრიანებული ეს გარემოება თუ ეს ადამიანი გაჩერდება, გაიგონებ ჩემ ტბას. ეს იყო შურისძიება პოლიციის საკავშირო სამმართველოს უფროსის მიმართ, ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესი დააკავა 1 საათით ადრე და შესაბამისად ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა, თავს დაესხა.
დღეს მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ ჟურნალისტები, მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ძალიან დიდი ნაწილი სხდომათა დარბაზში ვერ მოხვდა, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ადამიანი იყო აქ მობილიზებული, სოლიდარობას უცხადებდნენ მზია ამაღლობელს. ჟურნალისტების კოლეგების პოზიცია არის შემდეგი: დიქტატურა სწორედ ასე შეაფასეს ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო და მცდელობა იმისა, რომ მედია თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია შეეშინონ, თუმცა ჟურნალისტების განცხადებით ეს არ იქნება დაუშვებელი, ამ შედეგს ვერ მიიღებს ხელისუფლება, ვერ შეეშინებს ვერც ერთ ჟურნალისტს, ვერც ერთ მედია გამოცემას და ამას მოყვება კიდევ უფრო მეტი პროტესტი და საბოლოო ჯამში ეს იქნება დიდი გამარჯვების დასაწყისი და ხელისუფლება მიიღებს იმ შედეგს, რა შედეგსაც არ ელოდება, შეშინების ნაცვლად უფრო და უფრო გამძაფრდება მოქალაქეების პროტესტი და ქართულ ოცნებას აუცილებლად მოუწევს უკან დახევა და ხელისუფლებიდან წასვლა. ქვეყანაში არის სუფევს გამყარებულია ივანიშვილის დიქტატურა. რანაირად შეიძლება კონდეს იმედი 300 დემონსტრანტი არის ნაწამები და დასახიჩრებული. მაკაც შეხელაძეს და გიორგი შეწიროს ჩვენ ნახეთ თავზე დაახტნენ წიხლებით სემეს კლაუდნენ. როგორ შეიძლება ამის შემდეგ საერთო დემოკრატიის ნატამალი იყოს ქვეყანაში? არ ვეოდი ზუსტად ვიცოდი რომ დააპატიმრებდნენ პროცესზე ვიდრე შევიდოდით. მანამდეც ვთქვი ეს მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყვნენ, გაასმაგებულად ვიბრძოლებთ. ლავასოღლის კაცია ეს გებუაძე თუ ვიღაცა ბათუმის პოლიცმაისტერი თუ მილიციის უფროსი, ვინც არ უნდა იყოს, ხო, ბანდიტები დაიცვან. ამ ვითომ მოსამართლემ, ამ ვითომ პროკურორებმა ვერ გამოდიან, ხედავთ ქუჩაში როგორ ცვენეთ, ჯერ სად არის უარესად შერცხვებათ და მედია ყველაფერს ვიზამთ. მზიას დიდხანს არ დავტოვებთ ივანიშვილის ტყვეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას მოგვადგენთ. არა მარტო ჟურნალისტებზეა ლაპარაკი, ყველას საქართველოში, ვინც ამ რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგება. აი ეს ვნახეთ დღეს ამ სასამართლო პროცესზე, ჩვენ ვნახეთ ჯალათი მოსამართლე, ჯალათი პროკურორი, რომლებიც აი და ჯალათი პოლიცია, აი ამათ ყველა მათელმა ამ სისტემამ ციხეში გამოამწყვდია ადამიანი და ამას უკეთებენ ყველას, ვინც არის ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე, ვინც თავის პროფესიულ მოვალეობას პატიოსნად ასრულებს, მაგრამ ხალხი გადაამტვრევს ივანიშვილის რეჟიმს და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით. ეს არის გარდაუალი. ეს არ უკვე აწმყო, ჩვენი რეალობა არის, თვალი უნდა გავუსწოროთ და ჩვენი სახელმძღვანელო უნდა იყოს იმაზე ფიქრი, რაც გვიჩვენა დღეს მზია ამაღლობელმა, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გავიღვიძეთ დიქტატურაში და არავის არ მომავალით, რომ დღეს ხდება ეს უკვე არის აწმყო. ეს ნიშნავს ძალიან ცუდი პროცესების დასაწყისს. ძალიან ცუდი პროცესების. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი იქნება აი ამ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, რა საფრთხეს დღეს შექმნა სასამართლომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. მე მოვისმინე ადვოკატის გამოსვლაც, მოვისმინეთ მთლიანად სასამართლო პროცესი, თავისუფლად შეიძლებოდა ეს ადამიანი დღეს სასამართლო დარბაზიდან სულ მცირე გირაოთი მაინც განთავისუფლებულიყო. არ გააკეთეს. ჩვენ მედია ვადგავართ ყელზე ყველას. ამიტომ ეს არ არის ალოგიკური რაც მოხდა. ცოტა დაგვიანებითაც კი მოხდა. მე მიკვირს რომ აქამდე მედია საშუალებების წარმომადგენლები არ არიან უფრო მეტი საკნებში. ეს იქნება. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მე არ აღვიქვავ ამას მარცხად. მე აღვიქვავ ამას მოახლოებად რეჟიმის დასასრულის, რომელიც იქნება ძალიან მალე და მზია კიდევ იქ სადაც ახლა დღეს გაუშვეს იქნება იმაზე თავისუფალი, ვიდრე წარმოუდგენია მის გამშვებს, ვინაიდან სამშობლოსთვის თავგანწირო არის პატივი და მზია ეს იცის, ეს არიციან მისმა დამკავებლებმა. 300-მდე აქტივისტი არის მძიმედ ნაცემი და არავინ არ დასჯილა ასეთ ქვეყანაში მზია ამაღლობელის მსგავს უწესიერეს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი კანონი არასდროს არ დაურღვევია, უსჯიან პატიმრობას. მზია არის ამ ხელისუფლების მძევალი. მზია არზის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დღეს საპრობილეში. მზია ამაღლობელი ზის დღეს თავისი პრინციპებისთვის და თავისი პოზიციისთვის საპრობილეში და ეს ძალიან კარგად იცის იმ პოლიციელმა დგებუაძემაც, რომელიც არის კრიმინალური სამყაროს სადებდი, იმ პროკურორმა თურმანიძემაც, რომელიც არის ოჯახის პროკურორი, ბიძინა
ივანიშვილის და იმ მოსამართლემაც და ყველამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ასე ამ ფორმით და ამ მეთოდებით უნდა დაამყაროს მან საბოლოო დიქტატურა ქვეყანაში. დღეს დიქტატურის წინაშე ვდგავართ შიშველი ხელებით. ყველამ უნდა გავიაზროთ, რა გვიდგას წინ და რა ხიფათი ემუქრება თითოეულ ჩვენგანს. გავიაზროთ, ვიდრე აი ასე კიდე მაქვს საშუალება, რომ ფორმულას მიკროფონს რაღაცა 1-2 სიტყვა უთხრა. იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს ასობით დაზიანებული, დასახიჩრებული მოქალაქის თუ ჟურნალისტის თავს თავდამსხმელი არც ერთი ტიტუშკა ან პოლიციელი დასჯილი არ არის. მზია ამაღლობელს დღეს დემონსტრაციულად სჯიანის დატოვეს საპატიმროში, თუმცა მზია ამაღლობელი მთავარი გზავნილით წიგნით შემოვიდა დღეს სასამართლოს ხდომაზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ეს იყო მისი მთავარი გზავნილი მოქალაქეების მიმართ 353 მუხლით ედავებიან მზია ამაღლობელს სამართალდარღვევას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 4 მარტს გაიმართება შემდეგი სასამართლოს ხდომა.